5დღიანი მოლოდინის შემდეგ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიკა კვიდატიანი თავის სახლთან აიყვანეს. ცვლილებების კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრი დაკავებას იქიდან მოყოლებული ელოდა, როცა გასულ კვირას დაპატიმრებული თანამებრძოლების სოლიდარობის ნიშნად რუსთაველის გამზირი დემონსტრაციულად გადაკეტა. სახელისუფლებო პროპაგანდისტული პოსტივი ნიკა კვიდატიანისა და კოალიციის კიდევ ორი წევრის, თამთა გოგოლაძისა და გიგა ლემონჯავას დაკავებას ჯერ კიდევ 3 დღის წინ აანონსებდა. ჯერ გიგა ლემონჯავა დააკავეს. კაი, არ იყო საჭირო მოყვებოდათ ისედაც. დღეს კი თამთა გოგოლაძე დააპატიმრეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ სახლთან აიყვანეს. გოგოლაძესაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა მას 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სრულ დაკავების შესახებ თამთა გოგოლაძემაც ჯერ კიდევ 3 დღის წინ პროპაგანდისტული პოსტივის ქარდიდან შეიტყო. კოალიცია ცვლილებისთვის არც ერთი წევრი არ უარყოფს, რომ რუსთაველის გამზირს პროტესტის ნიშნად კეტავს. თამთა სიტყვა იყო ძალიან მტკიცე და მკაფიო, რომ ის 23 ოქტომბრის დიახ ნამდვილად იდგა რუსთაველის სავალ ნაწილზე და მან გადაკეტა რუსთაველის გამზირი. ოღონდ ის არ აღიარებს ბრალს, იმიტომ რომ ეს რეალურად არ არის კანონი და ეს არის რეპრესიული კანონი, რომელიც საკუთარი ხელებით დაწერეს და ამიტომაც თამთამ ბრალი არ აღიარა და თქვა რომ ეს უბრალოდ მოსახლეობის დასაშინებლად არის, თუმცა მას არ ეშინია და ის ბოლომდე ბრძოლას გააგრძელებს. დღეს მისი მეგობრები გადავკეტოთ ნიკას და თამთას მაგიროთ. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითავისოს, რომ ეს პროცესი გადის შეურიგებლობაზე. შეურიგებლობას უცხადებს ჩვენ ქართულ ოცნებას სამსახით. რუსთაველის გამზირი გადაიკეტება იქამდე, სანამ ერთი კაცის პროტესტი მაინც იქნება ამ ქვეყანაში. პოსტივის ქარდიდან ახლა ყველა მოქალაქე დაკავებულია. მოსამართლე მანუჩარ ცაცუას სულ 15 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ნიკა კვიდატიანისთვის 3დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინა. პროტესტის ნიშნად დაკავებულმა დაცვის უფლებით არ ისარგებლა და საკუთარ უფლებებს სხდომათა დარბაზში თვითონ იცავდა. როდესაც ასეთ ქმედებებზე გადადის რეჟიმი, როცა მისი ქცევა აბსოლუტურად უკონტროლოა და შეუძლია პოლიტიკური პროტესტის თუ ნიღბის დარების გამო ადამიანები დააკაოს, მისი დღეები შეიძლება ითქვას, რომ დათვლილია ყოველთვის. ჩვენი კოალიციიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული, როგორც ადმინისტრაციული წესით, ასევე სისხლის სამართლის წესით და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. არც ერთი წამით არ გავჩერებულ ვართ და არც მომავალში არ გვაქვს რაიმე სახის მიზეზი, რომ გავჩერდეთ. ოცნების კონვეიერული სტილის რეპრესიები გრძელდება. პროტესტში მონაწილეობისთვის დაკავებული მოქალაქეების ნაწილი პატიმრობისთვის ემზადება, ნაწილი კი იზოლატორებს ტოვებს. დღეს რუსთავის იზოლატორი დატოვა ფორმულას თანადამფუძნებელმა რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ. თავარი რაც საქმე რაც არის, რომ ეს კანონები რაც მიიღეს, ამით ვერ შეგვაშინეს, რომ ფაქტია, რომ ყოველდღე იკეტება რუსთაველი, ბევრი ხალხი გამოდის და მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე. 3დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა მწერალმა და ფორმულას გადაცემა ყოველ დღეს თანაწამყვანმა ზვიად კვარაცხელიამაც. უკანასკნელ 4 დღეში სისტემამ გზის გადაკეტვისა თუ აქციაზე სამედიცინო პირბადის ტარების საბაბით 60-ზე მეტი მოქალაქე დააკავა.